გამარჯობა. მოკლედ გააცემა ბიბლუსი თოქს უსმეთ. მე გიორგი კეკელიძე ვარ და დღეს ვლაპარაკობთ ბევრ რამეზე და ლაპარაკს ვიწყებთ ალბათ ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მიმართულებაზე ლიტერატურაში, საკუთრივ პოეზიაში, რომელსაც მინიმალიზმი ქვია. სტარტი არის ძალიან დიდი ხნის და შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად სტარტიც შეიძლება ეს არის პოეზიის, როდესაც ადამიანები მცირე ლოცვებით, შელოცვებით, ომის სიმღერებით, შრომის სიმღერებით, სხვა სარიტუალო ქცევებით, პატარა ტექსტებში აქცევდნენ დიდ და მაგიურ ძალას პოეზიისას, რომელიც მერე ნელ-ნელა რელიგიამაც იმემკვიდრევა და იამბიკოების ფორმა ბუნებრივია გულისხმობს მინიმალიზმს თავისი არსით, თუმცა ჩვენ დიდწილად, როდესაც ვლაპარაკობთ მინიმალისტურ პოეზიაზე, უფრო ხშირად გვახსენდება იაპონური ლექსი, იწყება ეს ჰაიკუთი, ტანკათი, მერე გენდაი, რომელსაც საქართველოში გენდაის ეძახიან, ეს არის რაღაცნაირად თავისუფალი ვარიაცია ჰაიკუების კანონიკური საზღვრების მიღმა და ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისითაც არაერთი საინტერესო ნიმუში გვაქვს, თავის მხრივ ბაშო, ბუსონი, ისა, სხვა ავტორები, რომლებმაც განსაზღვრეს ჰაიკუს და იაპონური მინიმალისტური ტექსტის რაობა. დასავლეთში სხვა შორის მოდერნიზმი გულისხმობდა ერთგვარად ამგვარ ცდებს და საკმაოდ წარმატებულსაც პირველი ალბათ გვახსენდება ეზრა პაუნდი, სრულიად გენიალური ავტორი, ჰილდა დულითლი, უილიამ უილიამსი, ბევრი საინტერესო ავტორი იყო, სხვა შორის ამერიკაში საერთოდ ამერიკული ჰაიკუ ჩამოაყალიბეს 60-იან წლებში, ცნობილი ბიტ გენერაციის წარმომადგენელი იყო ჯეკ კერუაკი ამ ყველაფრის მამამთავარი, გინზბერგსაც აქვს მცდელობები, რაიტი, ემანი, ძალიან ბევრი საინტერესო ტექსტია, ქართულად სამწუხაროდ ძალიან ცოტა არის. მერე უკვე უკიდურესობაშიც გადავიდა ეს ყველაფერი, თუმცა ვიღაცისთვის ეს შეიძლება საინტერესო ექსპერიმენტი იყო, მაგალითად არომ საროიანის ლაითი, რომელიც მხოლოდ ერთი სიტყვისგან არის შემდგარი, მაგრამ შიგნით ერთგვარი ვერიფიკაცია არის. და სამხრეთ ამერიკაც გულისხმობდა თავის ცდებს, ბრაზილიაში კონკრეტული პოეზიის მთელი მიმართულება შეიქმნა, ჩილეშიც იყო ეს ძალიან საინტერესო ავტორი ნიკანორ პარა. მოკლედ მთელი მსოფლიო არის მოცული მინიმალისტური პოეზიის და ამგვარი მცდელობები იყო საქართველოშიც. სხვა მნიშვნელოვან პოეტს ჰქონდა რამდენიმე გამოვლინება, მაგრამ თუ ვინმე აი ამ ყველაფერს ფეხდაფეხ კონცეპტუალურად უყვება და აქცევს თავისი შემოქმედების ძირითად ხაზად, ეს არის ჩვენი დროის გამორჩეული ავტორი, ძალიან მნიშვნელოვანი, სხვადასხვა თვალსაზრისით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მინიმალისტურ პოეზიას გულისხმობ, ირაკლი კაკაბაძე, რომელსაც საზოგადოების ნაწილი იცნობს იაკი კაბეთ, რომელსაც მივესალმები და ძალიან დიდ მადლობას ვეუბნები მოსვლისთვის. დავიწყოთ ამ არჩევნით, რომელიც ბუნებრივია, არის უკიდურესად შეგნებული, კონცეპტუალური და ამავდროულად ძალიან დიდი მუშაობის შედეგი. და ამავდროულად დავიწყოთ ფსევდონიმითაც, რომელიც იაკი კაბეს გულისხმობს და თავის დროზე ვიღაცებს კობო აბეშიც ერეოდა მახსოვს და მე ძლივს დაადგინეს, რომ ეს მშობლიური ავტორია. რატომ გადაწყვიტე, რომ მინიმალიზმი იყო საუკეთესო ფორმა შენი, როგორც პოეტის თვითგამოხატვის? მეც მადლობით მინდა დავიწყო. მადლობა პირველ რიგში, რომ ერთად ვსაუბრობთ ამ თემებზე. მეორე, რომ ძალიან საინტერესო მიმოხილვა გქონდა უკვე შენ, ისეთი ღრმა და ყოვლის მომცველი. იცი არის ძალიან ბევრჯერ ვისაუბრე ამაზე და რაღაცნაირად სულ ფიქრობ ხოლმე, რომ რაღაცნაირად, რა ვთქვა, ისეთი ახალი ძველი შეგიძლია. ხო, აქ ახალი მაყურებელი გეყოლა. მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი სურვილი, რომ მინიმალისტურ პოეზიაში მესინჯა კალამი იყო და მე მგონი ყველა ავტორს, ყველა პოეტს, წერალსაც კი აქვს რაღაც ხოლმე სურვილი, რომ ამ
მინიმალისტურ ესთეტიკაში მაინც სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ სინჯოს ხოლმე დავუშვათ თავის მოსინჯოს. ეს იყო, მაგრამ მეორე იყო რაღაცნაირად შეიძლება ითქვას ავანტურა, რომ ქართველი მკითხველი დამეინტერესებინა, რასაც მე ვწერთ იმით. რადგან თანამედროვე ქართველ ავტორს უწევს ხანდახან რაღაცების მოძებნა იმისათვის, რომ ყურადღება მიიქციოს და რაღაცით შეფუთოს ის, რომ თანამედროვე ქართველი მკითხველი მოწყვიტოს პოპულარულ ავტორებს, ისეთ ავტორებს, რომელზეც მაგალითად რაღაცა ბუმია ხოლმე, ან კიდე ეხა უკვე ინტერნეტით ხშირად უცხოელ ავტორებს უფრო მეტად და ვიდრე დავუშვათ ქართულ თანამედროვეებს. ამიტომ რაღაცა გიწევს, რომ რაღაცა გააკეთო ისეთი, რაღაცით შეფუთო შენი შემოქმედება, რომ ყურადღება მიიქციო. მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც ეს შეიძლება ითქვას პროექტი დავიწყე, ჯერ კიდევ ახალბედა და ახალგაზრდა პოეტი ვიყავი და უნდა რაღაცნაირად მინდოდა უფრო სწორედ, რომ ისეთი ავანტურა წამომეწყო, რომ მე თვითონაც შემდეგ ისე გავები ამ ამბავში, რომ მე თვითონაც მიჭირდა ამ როლიდან გამოსვლა. და მართლაც გაამართლა ჩემი აზრით მაშინ ამან, იმიტომ რომ თუ დაუშვათ ჩემს მიერ გამოქვეყნებული ირაკლი კაკაბაძის ავტორობით გამოქვეყნებული ლექსი რაღაცა ისეთ ყურადღებას Facebook-ზე თუნდაც არ იმსახურებდა, როდესაც ფსევდონიმით გამოვაქვეყნე და ეწერა თარგმანი და ეს იყო ტყუილი, რომ იყო თარგმანი. მისტიფიკაცია, ხო? ყურადღებაც მეტი იყო, კომენტარებიც მეტი იყო, გადაზიარებაც მეტი იყო და მივხვდი, რომ რაღაცა ამ თამაში მკითხველი წამომყვა. და შემდეგ ასე გაგრძელდა. წიგნამდე, სანამ კრებულად გამოიცა, მანამდე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცოდა, რომ ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, ფსევდონიმი. მართლა სახელდა და გვარში, იმიტომ რომ ბევრი ირაკლი კაკაბაძეა. ეგეც არის, რომ რაღაცნაირად აქედანაც გამთავისუფლდი. ეს კარგი იყო ფსევდონიმის გამოგონება ამისთვის. სხვათა შორის, ჩვენი ძვირფასი მეგობარი ზალ ჩხეიძე ამ წიგნის გამოცემის შემდეგ რაღაცა სხვა წიგნი რო გამოვიდა, სხვა კრებული ზალმა თქვა, სადღაც რომელიღაცა აღარ მახსოვს გადაცემაში, რომ მე ველოდიო, რომ იაკი კაბეს ფსევდონიმით გააგრძელებდაო ზოგადადო წერასო და მე ვთქვი რატომაც არა და მე სულ ასე ვთქვათ, ასე გავაკეთეთ, რომ იაკი კაბეს ფსევდონიმით გავაგრძელე ისეთი თემატიკის წიგნებით და კრებულებით, სადაც არაფერი იაპონური არ არის და არაფერი იაპონური არც ხია. ხო და ერთი ამბავიც მინდა გავიხსენო, არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა ეს იმ პერიოდში შენი, ასე ვთქვათ, რეკომენდაციით იყო, რომ პირველად ერთ-ერთ გამომცემლობაში მივიტანეთ, შენი ყავი, ასე ვთქვათ, რეკომენდატორი და მანამდე არსებობდა გაზეთი ლილ, სადაც სულ სხვა ტიპის ტექსტებს ბეჭდავდა. კი, ასე იყო, კი, შენი დამსახურებითაც ეგ იყო და საინტერესო იყო, იცი, რომ ის პერიოდი ჩვენი ფაქტობრივად სტუდენტობიდან მოყოლებული შემდეგ შეიძლება იყოს ერთ-ერთი გარღვევა იყო, იმიტომ რომ მაშინ არაფერი ესეთი ახალგაზრდული არ იბეჭდებოდა, არ გამოდიოდა, რომ ასე ახალგაზრდებს შეეძლო ერთად თავი მოეყარა შემოქმედებისთვის და გამოეცათ. და ერთ-ერთი გამომცემლობა იყო, რომელსაც შენ შესთავაზე და რეკომენდაცია გამიწია, რომ ეს კრებული გამოცემული იყო და იმ გამოცემლობა რაღაცნაირად მაშინ შეიძლება ითქვას ფინანსური ამბავის გამო თავი შეიკავა და მიხვდა რომ ეს არ იქნებოდა არ იქნებოდა მომგებიანი, კი, არ იქნებოდა მომგებიანი. მერე იყო კიდევ ერთი ცნობილი და დიდი გამომცემლობა, რომელმაც თქვა რომ ეს არც ქართულია და არც იაპონურიო და ეს არ გაიყიდება და არ გვაწყობსო, ხო, ეს აღარ ვიტყვი გამომცემლს და მესამე იყო უკვე ინტელექტი, რომელიც ამ ავანტურაზე გამომყვა. და სხვათა შორის, რა ვიცი, მე მგონი რაღაცა მეც მოვიგე და თვითონ გამომცემლობაც არ არის წაგებული. და თქვა ისიც რომ ეს არის იშვიათი პოეტური კრებული, არა მხოლოდ ქართული რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ბესტსელერი გახდა. ეს ზოგადად როგორც წესი არ არის. და შესაბამისად ამ თვალსაზრისითაც გამორჩეულია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მისი, თქვათ, გამორჩეულობის ნიშანი და მხოლოდ შენი საავტორო მისტიფიკაციაც არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რაც იქ წერია. და ეს არის სრულიად შესანიშნავი ტექსტები, სრულიად ფანტასტიკური, ორიგინალური, ბუნებრივია, ფორმალისტური აზრით, იაპონური ტანგა ჰაიკუს, თქვათ, ერთგვარი, თქვათ, გავლენით ნაკარნახევი, გავლენის საუკეთესო გაგებით, მაგრამ ამავდროულად ძალიან ქართული. აი მოდი თვისობრიობაზე ვილაპარაკოთ. ანუ აი მესმის რატომ წამოიწყე თამაში
ფსევდონიმთან დაკავშირებით. მაგრამ რატომ გახდა ეს ხაზი შენი? ამაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ შენ წერდი სულად შესანიშნავ ვერლიბრებს, რომლებიც არ იყო მინიმალისტური. და ჩვენ დაგვიბეჭდავს ის და ეს სხვა მიმართულებაა შენი პოეზიის. მაგრამ მოულოდნელად ტრანსფორმირდი როგორც მინიმალიზმის ავტორი. აი აქ რა მოხდა? იცი რა არის ზოგადად შენს კარგად მოგეხსენება რომ წერალი ზოგადად ეძებს თავის თავსაც. გარდა იმისა რომ შეიძლება სტილს ეძებდეს, თავის თავსაც ეძებს. და მე ალბათ აი ეს რაღაცნაირად ჩემი თავი კარგად ვიპოვე და კარგად ვიგრძენი ამ როლშიც. ამ სამოსშიც. თან იცი რა არის, რამდენადაც ახლა ცოტა უცნაური რამე არ ვთქვა, ეს მინიმალისტური პოეზია, როდესაც იწერებოდა, ფაქტობრივად იყო კიდევ ერთი რამ, რომ არა მხოლოდ ლექსს წერდი, არამედ ერთ რომანს წერდი, შეიძლება ითქვას. იმიტომაც არის, რომ ეს წიგნი რაღაც არის თითქოს ადამიანის დაბადებიდან ვიდრე სიკვდილამდე. რაღაცა რომანივით დაიწერა. კი, პოეზია, კი რაღაცა მინიმალისტური ლექსი, მაგრამ ერთი ადამიანის ცხოვრება, იმიტომ რადგან გამოვიგონე ეს ადამიანი, პოეტი შეიძლება ითქვას, იაპონელი პოეტი გამოვიგონე, მე რაღაცნაირად ამ პოეტის ცხოვრებაც გამოვიგონე. და ამიტომ ამ კრებულში რაღაცა ერთი რომანი შევქმნე, რაღაცა ერთიც ის არის, ხო, ბევრს უთქვამს ეს და ანუ მარტო ჩემი ჩანაფიქრიც არ ყოფილა ისე, ანუ გაამართლა და მართლა დაინახა კარგმა მკითხველმა, რომ ადამიანის სიცოცხლეა, ერთი ადამიანის სიცოცხლეა მოცემული ვიდრე სიკვდილამდე და თითქოს ვითარდება და ამიტომ არის შიგნით ახლა მე თემებიც ეს ყველანაირი კაცობრიო თემები. ეს არის ექსპერიმენტი, რომელიც, მინიმალისტური პოეზია ლირიკულია თავისი არსით. რაღაცნაირად ლირიკულიდან ეპიკურშიც გადადის, ხო? და რაღაც ერთ დიდ ტილოს გვაძლევს ადამიანის ცხოვრების. რომელიც მთლიანად გამოგონილია? მთლიანად გამოგონილია, მაგრამ რა თქმა უნდა, იქ არის ქართული ძალიან დიდი სინამდვილე. იმიტომ რომ იქ არის სოციალური ტიპის და თემატიკის ლექსები და არის რა თქმა უნდა ძალიან ქართული. თუმცა იაპონური ესთეტიკით დატვირთული, იმიტომ რომ მე ეს ამოცანა რომ მქონდა რომ დაუშვათ არ გამჟღავნებული იყო, რომ ეს იყო მხოლოდ ფსევდონიმი და ეს იყო რაღაცა ეს ჩემი ტყუილი, ან საჭირო იყო ბევრი იაპონური ესთეტიკით დატვირთვა. იქ გეოგრაფიული სახელებითაც და ამ დაგვარი რაღაცებით და ამიტომ ზოგადად რომ ავიღოთ და დაუშვათ გამოვაკლოთ რაღაცა ის იაპონური გეოგრაფიული სახელები, გამოგონილი თუნდაც ამბები, ქალაქები და ასე შემდეგ, ძალიან ქართულია მაშინ. ანუ ძალიან ქართულია და მცირე სიტყვა არის ქართული. ესეც არის, კი. გავლენა გარდაუვალია. გავლენები არის ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, ესეც არის, ხო? არა მხოლოდ იაპონური ამას ვიძახე, აქ არის გავლენები, თარგმანების გავლენები, ქართული თარგმანების გავლენები, ენაც 1-2, მე თვითონ მე გვიანაც აღმომიჩენია, რომ ენაც რაღაცნაირად ისე არის, რამოდენიმე ლექსში დალაგებული, გეგონება მართლა თარგმნილია, თარგმანის ამბავიც არის და გავლენების და სხვათა შორის მე აუცილებლად ეს უნდა ვთქვათ, იაპონელებს ეს ახასიათებთ და მინდა რომ ეს რაღაცნაირად ქართულებსაც გვახასიათებდეს მადლიერება და მადლიერების გამოხატვა ძალიან ისეთი ღრმა. მე მადლიერი ვარ იმ ავტორების, ვინც კი დაუშვათ რუსულიდან ითარგმნებოდა თავის დროს იაპონური ლიტერატურა ქართულს, მაგრამ იმ ავტორების, ვინც თარგმნიდა. იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად აღმოჩენა იყო და ძალიან დიდი გავლენის ქვეშ ვიყავი და ძალიან დიდხანს გამყვა იშიკავა ტაკუპოგოსეს თარგმანები ორივე დაუშვათ ნომადი ბართაიასის და კონსტანტინე ლორდ-კიპაინძის და აი ეს დროზე საუნჯეში იბეჭდებოდა ეს. კი ბატონო. ხომლში და საუნჯეში. კი ბატონო. კი, საინტერესო არის ისე დღეს, ხო, ეს არის რაღაცნაირი ესეთი არსებობს ასეთი ტიპის ფსევდონიმები, რომელიც უკვე ავტორს აღარ მალავს. მაგრამ შეხვედრია სადმე ვინმეს ნაწერი, რომელსაც იაკიკაბე ისევ იაპონელი ავტორი გონია. მე ჩემხვედრია და ხშირად ვთქვამთ წიგნის მაღაზიებში და მე მგონი შარშან იყო რომ გამომიგზავნეს ფოტო ერთ-ერთი ბიბლიოთეკიდან, სადაც კატალოგიზაციას ეწერა იაპონური პოეზია, ხო? ეს კომპლიმენტია შენთვის. იცი რა არის, ერთგვარი არის, კი და მე დღემდე ვღებულობ წერილებს კითხველისგან, რომ იცით ეხლა აღმოვაჩინე რომ ეს ყოფილხართ თქვენ და ეხლა აღმოვაჩინე რომ ქართველი ავტორი ყოფილ დღემდე გრძელდება. სხვათა შორის ამ წიგს თავისი ბედისწერა იმ ხრივ დაჰყვა კიდევ, ყველა წიგს თავის ბედისწერა, ამ წიგს ერთი ბედისწერა დაჰყვა ის რომ მოწონთ ახალგაზრდებს.
და პირველი ანუ ვისაც უყვარს და უშოთ და ვისაც მოწონს ესენი არიან ახალგაზრდები და ამიტომ არის ალბათ ამ წიგნის პოპულარობაც და ბესტსელერობაც იმაში რომ ახალი ახალი თაობა რომ მოდის ახალი შეყვარებულები ებადება სხვათა შორის აქ უკვე მივადექი ძალიან საინტერესო საკითხს შენთან დაკავშირებით აქ კითხვაზე პასუხი გაცემულია და მე შემიძლია რომ ამ პასუხის გამცემთა ერთი რიგითი მონაწილე ვიყო და ვთქვა რომ კი ეს არის ძალიან მაღალი რანგის პოეზია მაგრამ დღეს მთელი ბუმია ინტერნეტში სხვა შორის საქართველოში ნაკლებად მაგრამ სოფლიოში რომელსაც ერთგვარი უკვე საკუთარი სახელიც დაერქვა ეს არის ინსტა პოეტრი რომელიც თავის მხრივ გულისხმობს მინიმალიზმს თემებს რომელიც როგორც წესი იოლად არის ატაცებული ხო ეს არის სიყვარული მიტოვება სხვა დანარჩენი მოწმობა რომელიც სათაკილო და სამარცხვინო არაფერი არ არის უბრალოდ ყველა შეუძლია ამაზე წერა და იოლად წერა და ამას ყავს ბევრი კრიტიკოსი ამბობენ რომ თქვა ეს არის ზედაპირული ტექსტები რომელიც თქვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძნელად წარმოადგენს მაღალ ლიტერატურას თუმცა ყავს მომხრეებიც ამ შემთხვევაში მე მის თქვა რიგით ბრწყალებში რიგით მომწონებელს კი არ გულისხმობ არამედ ლიტერატურის მცოდნეებს რომლებიც ფიქრობენ რომ ეს არის ირიბი გზა იმისთვის რომ ლიტერატურა გადარჩეს ცოცხალი იყოს მასებში და მე ნელ-ნელა ვიღაცამ შეიძლება აქედან სწორ და უკეთეს წიგნს მიაგნოს აი ამ ტენდენციასთან დაკავშირებით შენ რა აზრი გაქვს და როგორ უნდა გაიაროს კარგმა ავტორმა ეს ბეწვის ხიდი რომელიც გულისხმობს აი მომწონებელთა ჩასაფრებას და რაღაც გავლენასაც ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ფაქტია რომ ამ აჩქარებულ და ტექნოლოგიურ დროში რაღაცნაირად ამ ჩვენს დროში პოეზიის ადგილი და წიგნის ადგილიც მოდი პოეზიას თავიდან წიგნის ადგილი ცოტა ისე რჩება თანამედროვე ადამიანს და თანამედროვე შეიძლება ითქვას მკითხველს ამდენი დრო არ აქვს ამიტომ ეს სოციალურ ქსელებში გაჩენილია ესეთი ის რაღაცნაირად ავსებს თითქოს და ის მკითხველიც ივსებს იმ დანაკლის რაც დაუშვათ შეიძლება იყოს რომ სქელტანიან წიგნს ვეღარ კითხულობს თუ არა აქვს და ასე შემდეგ ამიტომ ამ წიგნის შეიძლება პოპულარიზაცია ესეც არის პატარა ჩანთაში ჩაიდებ ის არის და ისე კითხულობ შეიძლება რამოდენიმეჯერ დაუბრუნდე კიდევაც და არ არის ეს არის სხვათა შორის ეს ის მან კიდევ ერთი რამ არის რომ იმ ზღვარზეც გადის ასეთი პოეზია და ასეთი რომელიც შენახსენე რომ გამონათქვამებსა და დაუშვათ პოეზიას შორის ეს ძალიან ისეთი ზოგჯერ გამონათქვამიც შესანიშნავია მაგრამ ტრუიზმად არ უნდა იქცეს ხო აი ეს სხვა მე ხშირად აი ეს დამინახია და ეს არის თუმცა მე ძალიან მე მომწონს ყველა შევსება სადაც კი შეიძლება რომ ლიტერატურამ შეაღწიოს პოეზიამ შეაღწიოს ამ პერიოდში ხშირად შევხვდები ჩვენ არათუ ტექნოლოგიებში და სოციალურ ქსელებში აი ჭიქებზე ხო რაღაცა სუვენირებზე საათებზე წარწერებს ანუ ესეთი რაღაცა ხო ესეთი რაღაცა მე მომწონს ყველგან ეს სადაც შეაღწევს პოეზია და სათქმელი და ეს ესთეტიკა ძალიან მომწონს ადგილი არ არის პრობლემა ანუ ამ ადგილთან დაკავშირებით მე კითხვა დავსვი ხო რა პოპულარულებს კი ბატონო ხარისხი ზედაპირულობა თუ თქვათ ყველაფერი რომელიც ბეწვის ხიდს გულისხმობს ეს ერთგვარად სასაუბრო ძალიან რთულია ალბათ ყველაფერი ერთად აი მაგალითად ძალიან საინტერესო ამბავი არის ზუსტად აი ჩვენი ამბავი ეხა რომ აი ოდისევსი გადაიღეს ხო და ძალიან ბევრი კრიტიკა შეხვდა და მე მაგალითად ზოგადად ოდისევსი იქნება თუ სხვა ძალიან დიდი ნაწარმი თუ რა მე ყოველთვის მივესალმებ ხოლმე აქტუალ და დაბრუნებას და უშუალოდ ჩემთვის როგორც მკითხველისთვის ან აი ამ სამყაროს და ცივილიზაციის ძალიან დიდი მოყვარულისთვის ხო შეიძლება რაღაცა იყოს მაგრამ სამაგიეროდ ახალგაზრდისთვის რომელიც შეიძლება ამ სამყაროში შემოიტყუო და უშუალოდ აი ამ ესეთი კინოთი აი მე ყოველთვის მე მაგნაწილს მეც მივესალმები ხა მაინდა-მაინც პიავოლის და ანგელოპულოს არ უყურებს ახალგაზრდა რომ ოდისევსთან ესე მივიდეს მაგრამ აი ნოლანის ოდისევსმა შეიძლება უფრო მიიყვანოს ამ თვალსაჩინო თუმცა ფილმები ეჭვი მაქვს რომ ისინი ჯობია მე ერთ ბოდიში ამაში მე იცი ძალიან დიდი პერიოდი და ძალიან დიდი ხანი
მიწევდა ახალგაზრდებთან, მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და როგორც შენც, ხო. ამიტომ რაღაცნაირად მე ხშირად პასიური რჩები დავსაუბრობ, მინდა ხოლმე რომ იქიდან ბევრი იმპულსი და ბევრი ის გამო. ამიტომ მე ჩემი დაკვირვებით ვამბობ, რომ ძალიან ბევრი ვიცი, ასეთი რაღაცა პროექტ, ასეთი ფილმები, ასეთი წიგნები, ასეთი დაუშვათ ის Instagram-ის რაც ახსენე შენ პოეზია, ბევრი ვიცი, რომ აი ამ სივრცეებში, ამ სამყაროში შემოიტყუა და სურვილები გაუჩნდა, იმიტომ რომ ადამიანი ყველა ადამიანი მაძიებელია, მაგრამ ვიღაცა უფრო მეტად დიდად მაძიებელია და ამიტომ შეიძლება Instagram-ზე გაჩენილმა ერთმა იეროგლიფმაც თუნდაც იაპონურ კულტურას შეიყვანოს ტიპი და დააინტერესოს და მე უკვე დასერჩოს, მოძებნოს და ასე შემდეგ. ამიტომ მე ასეთი სატყუარების, ასეთი ანკესების კი, მჯერა და კი, უნდა ვაკრიტიკოთ, რა თქმა უნდა და მე მიყვარს და უნდა ყველანაირად ხა დონე ხარისხი რაღაცა, ალბათ ჩვენი საქმეც ეს არის, ხო, არაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ანკესები მე მიყვარს. საინტერესოა. მე ვფიქრობ, რომ შორს არ მივდივართ ამ თემიდან, იმიტომ რომ რეალურად თანამედროვე ავტორის ცხოვრება განსხვავებით იმ პერიოდებისგან, რომელიც დიდწილად აქამდე ყოფილა, ხო, არის განსხვავებული. მაქსიმალური კონტაქტი მანამდელი ავტორის მკითხველთან იყო რაღაც ტიპის საჯარო შეხვედრა, ანუ შემთხვევით ქუჩაში თუ გადაეყრებოდა ვინმეს. დღეს თითქოს პროცესი გახდა სინქრონული. ანუ ავტორი დებს უმცირე ამონარიც, ან თქვათ, შენს შემთხვევაში ეს იოლი ამბავია რო სრულ ტექსტს და მერე უკვე მკითხველი აქტიურად ერთვება აი ამ ტექსტის განხილვაში. ამას აქვს თავისი უპირატესობები, მაგრამ აქვს საცდურებიც თავის მხრივ. გულისხმობ იმას, რომ შეიძლება რაღაც გავლენა იქონიოს ბრჭყალებს მიღმაც უკეთესი გამოხმაურების მქონე ტექსტმა, ხო, მაგალითად ბევრი მოწონების მქონე ტექსტმა და მერე შენი მიმართულება ეგრე წარმართო. აი ამ საცდურის გავლენის ქვეშ თუ ყოფილხარ, დაინახე რომ აი დღევანდელი ტერმინი გამოვიყენოთ ინტერნეტზე, რომელიღაც ლექსი გავარდა და ფიქრობ რომ მოდი რა ეს მიმართო. ამაში რაღაც სამართლინო კი არა რომ ეგრე ქნა. უბრალოდ მაინტერესებს შენ როგორ უყურებ ამ პროცესს. საინტერესო ამბავია ეს და სხვათა შორის ერთი რამ არის ხანდახან აი ამ დაკვირვებით, რასაც შენ ამბობ, არის ძალიან საინტერესო ამბავიც, რომ შეიძლება იმ პერიოდში, როცა შენ ის დაწერე, არანაირი გამოხმაურება ან ისეთი გამოხმაურება არ იყოს, მაგრამ მერე მოხდეს რაღაცა ისეთი ამბავი, რომელზეც მკითხველი იმ ლექსს უბრუნდება. მაგალითად, ეს ჩემს შემთხვევაში ბევრჯერ მომხდარა, რომ რაღაცა თემატიკა, რაღაცა არის, რაც გაწუხებს და ხნის და წერს შენ და მე მაგალითად იმ ავტორების რიცხვს არ მივეკუთვნები, რომ ძალიან ბევრს მუშაობს ტექსტზე. არიან ავტორები, რომ ბევრს მუშაობენ, ფიქრობენ. მე თუ დავწერ ან ვაქვეყნებ, ან არ ვაქვეყნებ. ანუ დიდად აღარ ვუბრუნდები. შეიძლება დავუბრუნდებ მხოლოდ ერთხელ, ორჯერ გავასუფთავ, გადავათეთრო, მაგრამ მე უკვე ან ვაქვეყნებ და ან არ ვაქვეყნებ. ამიტომ ხშირად დავკვირვები ვარ ამას, რომ და არა ვარ იმაზე, რომ დაუშვათ იმ ლექსმა შეიძლება იმ დღეს რაღაცა აფეთქება გამოიწვიოს, ან მოწონება და გამოიწვიოს, მაგრამ არის მერე ხოლმე, რომ აი უბრუნდება მკითხველი და ასეთი ჩემს შემთხვევაში ბევრჯერ მომხდარა და იცი როგორ არის რაღაცნაირად ამხრივაც შეიძლება თვითკმაყოფილება არ გებადება, მაგრამ რაღაცნაირად არის, რომ აი შენ როდის დაწერე, შენ როდის იფიქრე ამაზე. ხო, აი მე მაგალითად რადგანაც იმ თემატიკას უტრიალებ და ხშირად ეს ჩემი შეიძლება ბავშვური ტრაუმების გამო არის, რომ ხშირად ვწერ ბავშვებზე, ბავშვების ტრაუმებზე, ბავშვების სოციალურ პრობლემებზე, ასე ვთქვათ, აი ამ ცნობილ დღეს ტერმინზე ბულინგზე და ასე შემდეგ, ეს თემატიკა ხშირად ტივტივებს შემდეგ ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ და ხშირად ხვდებით აი ამ ამბებში და ამ ასეთ პრობლემებში. და ამიტომ ხშირად მკითხველი უბრუნდება ამ ჩემს აი ასეთ იმას და ეს ხშირად მომხდარა. ამიტომ არის რომ მე ვიცი ლოდინი. ლოდინი მისცა რომ შეიძლება იმ ტექსტმა რაღაცა სხვა დროს დაიბრუნოს თავისი ადგილი. და მაინდა-მაინც პირველ გამოხმაურებაზე დამოკიდებული არ ახარ. მივადექით ძალიან მნიშვნელოვან ამბავს. სოციალური თემატიკა. ნუ აქ შეიძლება არა იმდენად აზრიორად გაიყოს, არამედ ასეც არის გარკვეულწილად.
რომ სოციალური აზრით არსებობს რამდენიმე გვარი ავტორი. არიან ავტორები, რომლებიც სრულად მოწყვეტილი არიან სოციალურ მოცემულობას და წერენ იმაზე, რაც უნდათ ერთი. მაგრამ ამავდროულად შეიძლება წერდე იმაზე, რაც გინდა. არ აქტიურობენ მოქალაქეობრივი თვალსაზრისითაც. არიან ავტორები, რომლებიც წერენ იმაზე, რაც უნდათ, მაგრამ აქტიურები არიან როგორც მოქალაქეები და არიან ავტორები, რომელთა მოქალაქეობა ჩანს ნაწერებშიც, ხო? ეს იყო ისედაც ქართული ლიტერატურის ერთი ძირითადი ხაზი. ჩვენ ვიცით სამი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა მე-19 საუკუნიდან ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარუძღვე წინა ერსა გარემოების საყვირი ხან მიწისა ვარ ხანცისა საკაკ წერტილს ილია ჭავჭავაძის გულისხმობ და მე უკვე ვაჟაბშაველა რომელიც თავისებურად ინტერპრეტირებს ამას თავისი მაგით ვამაყობ იმით რომ მიწას და ცას ციურად მივეთავაზ ხო ეს ხო რაღაცნაირი ვთქვათ შეიძლება ასე თქვას კვინტენსენციური კრედო ქართული ლიტერატურის მე-19 საუკუნეში. რომელიც განსაზღვრა დიდწილად ქართული ლიტერატურის ბედი, იმიტომ რომ მერეც რაც უნდა ვთქვათ განრიდებული ყოფილიყვნენ მანერულად, ხო? სოციალურ რეალობას ავტორები, მაგალითად ფუტურისტები, მაგალითად დადაისტები, ქართველებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, სიმბოლისტები და შემდეგ და ტექსტებში რაც არ უნდა ვთქვათ რადიკალურები ყოფილიყვნენ, ხო? იქ ხშირად წერდნენ ამაზე, რომ ბაცავდნენ, ვთქვათ, ფრანგულ ესკეპიზმს ამ თვალსაზრისით, ისინი მაინც მონაწილეობდნენ სოციალურ ცხოვრებაში, როგორც მოქალაქეები და ეწირებოდნენ კიდეც ამას და ასე შემდეგ, ხო? და ვიცით ამ მაგალითების შესახებ. შენი აზრით, მე მესმის რომ უნდა სიტყვა აქ ცოტა სახიფათოა, მაგრამ მაინც მწერალი უნდა ერეოდეს თუ არა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოდი ჯერ სოციალურიდან დავიწყოთ და მერე ცხადია გადავმისამართეთ დღევანდელ საქართველოს. ძალიან დიდი თემა, შენ ციცი ეს და რთული თემაც არის და მით უმეტეს ჩვენი რაღაცა პატარა ქვეყნისთვის, პატარა რაღაცა სივრცის, პატარა სამყაროში, ამხელა სამყაროში კიდე პატარა სამყაროსთვის. და რა თქმა უნდა ეს არის მე-19 საუკუნის დიდი ამბებიც პირველ რიგში. თუმცა მე იცი როგორ არის მოქალაქეს რო ვამბობთ, ცოტა ეს ტერმინიც თანამედროვე ადამიანში რაღაცაეთ უხეშად თუ რაღაცნაირად შეიძლება სტერეოტიპიათაც ჟღერს, იმიტომ რომ საბჭოთა წარსულიდან ეს მოქალაქეს სიტყვა ამხანაგი რაღაცა ეს არის. და მოსამოქალაქო ცოტა ძნელად დაიმკვიდრა ამ ტერმინამ ნამდვილი თავისი არსი რაც არის ჩვენ საზოგადოებაში თავი. სხვათა შორის მე-19 საუკუნეს რო თავი დავანებოთ და ძალიან რთულ პერიოდს მით უმეტეს მე მაგალითად თან ილია ძალიან მიყვარს მე რაღაცნაირად ჩემთვის იდეალია ძალიან დიდი იდეალია ილია და მე ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი ქართველია ვინც კი დაბადებულა ასე მგონია და ამიტომ ილია რადგან იდეალია მე ილიას მწერლურ გზას და სამოქალაქო გზას საზოგადოებრივ გზას ვაღიარებ და ვადიდებ ხო მით უმეტეს მოდი ვთქვათ გულახდილად რომ მასაც უწევდა ისეთ კი დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ ახლა ჩვენ, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ ბოლომდე თავისუფალი არ არის ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა და სწორედ ასეთ იმაში უწევდა. სხვათა შორის ეს არის რაღაცა ბუმბერაზი, რაღაცა ცხოვრების კაცი, რომელმაც შეძლო რომ არარსებულ სახელმწიფოში შექმნა ისეთი ინსტიტუტები, ისეთი ყველაფერს შემოქმედებას რო თავი დავანებოთ, ხო, ისეთი ინსტიტუტები, რომელიც წარმოუდგენელია დღესაც რო ვფიქრობთ, აი მაგალითად არ არსებობდა ფინანსთა სამინისტრო, იმიტომ რომ არ იყო ქვეყანა დამოუკიდებელი, შექმნა ბანკი, არ არსებობდა კულტურის სამინისტრო, შექმნა თეატრი, ხო? ანუ ყველა სფეროში რაღაც არათუ კვალი დატოვა, არამედ დააფუძნა და მესაძირკულია ამ ყველაფრის და ამიტომ მე-19 საუკუნეზე ხა დიდხანს რო და იმიტომ ვიძახ რომ თავი რო დავანებოთ, ძალიან საინტერესო ამბავი გვჭირს და დაგვემართა რომ ეროვნული მოძრაობიდან, ანუ როცა საქართველოს დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ, მესაძირკვლები იყო პოეტები, მწერლები, ხო, ორივე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავაც და ამ დამოუკიდებლობის, ასე ვთქვათ, მესაფლავებიც პოეტები და მწერლები აღმოჩნდნენ. ხო? იმიტომ რომ იმ ინტელიგენციას, რომელსაც ხშირად გავიგონებთ და რომელსაც თუნდაც თვითონ გამსახურდია წითელი ინტელიგენციას ეძახდა, ყველაზე დიდი ფლაგმანები იყვნენ მწერლები, ხო? და
ისინი იყვნენ ფაქტობრივად, ვინც ედგნენ დამოუკიდებელ საქართველოს, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგეს. ესე აღმოჩნდა. სიტყვის ძალა ინჟინერიად აქცია საბჭოთა კავშირმა და ის მე-19 საუკუნე თავისებურად გადმოთარგმნა, ოღონდ გავლენის ნაწილი შეუნარჩუნა. ამის ინერცია იყო ის ხალხიც. ის ხალხიც და იმ ერთი კაცის ალბათ ინერციაც შეურნაძე რო ქვია, იმიტომ რომ ის იყო ფაქტობრივად მთელი ის. ხო, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში იმან განაპირობა ის, რომ ეს ხალხი აღმოჩნდა რაღაცა ისევ ამ ხო, ნავში, ხო, როგორც ტარიელ ჭანტურია იტყოდა, ხო, რაღაცა ხელმწიფის ნავში და ეგ მურმანლებანიძე ამბობდა, კი ბატონო. მაგრამ ტარიელიც მაგ პათოსის ხო, ამბავი იყო. და ეს კიდევ სხვათა შორის ძალიან საინტერესო ამბავია, ეხა შენ რასაც ფიქრობდი, რომ რასაც ამბობდი, რომ შეიძლება აქტიურიც იყოს სოციალურ ფლანგზე, პოლიტიკურ ფლანგზე, მაგრამ მართალიც არ იყოს, ან კიდე პირიქით პროპაგანდის და იმის ამბავი ხო, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ რომელი უკეთეს, ან რომელი გზა არის სწორი მწერლისთვის და პოეტისთვის და სხვათა შორის ახლა ის ისტორია რო გავაგრძელოთ, მერე მოხდა ისიც, რომ დაარსდა ამ ქვეყანაში საზოგადოება თბილისელი, რომელმაც ისევ ტერმინს მოქალაქეს რო დაუბრუნდა, დაარსეს მერე მოქალაქეთა კავშირი. ხო, ან ეს ძალიან საინტერესო თემაა, მწერლების როლი. რატომ შეგაშინა მოქალაქე სიტყვა? ხო, მართლა. ხო და ანუ ეს არის ძალიან ისეთი ზღვარის ამბავი თემა, ეს ამბავი რო ძალიან ისეთი ის არის, ხო. მაგრამ შენი არჩევანი როგორია? პერსონალური. ხო, მე თქვი რომ ილიას ვაღმერთებ და ვადიდებ და ილიას გზა არის და მეორეც არის შეიძლება ჩემი ეს რაღაცა პიროვნული თვისებების თუ ემოციური ადამიანი ვარ და ამიტომ შვიდად ვერასდროს ვერავარ, რომ ხო, ამიტომ მარტო იმას ვერასოდეს ვერ ვაკეთებ, რომ ტექსტში დავიხარჯო და ტექსტში ვიყვირო და ტექსტით და კალმით დავუშვათ და არც იმ ეპოქაში აღარა ვარ 19 საუკუნის, ამიტომ რაღაცებზე გვიწევს სხვაგან ბრძოლაც, სხვანაირი ბრძოლაც და თუმცა შენი ტექსტები პირველივე ტექსტები იყო ღრმად სოციალური და რაღაც თვალსაზრისით რისკიანიც შეიძლება არ გახსოვს მაგალითად წერილი, რომელიც გამოაქვეყნე ლილში, ხო? იმ დროისთვის ეს უკვე რაღაც სტერეოტიპის მსხრევას და კონკრეტული ძალაუფლების მქონე ადამიანების წინაშე რაღაც ამბოხს გულისხმობდა, ხო? ეს ამბოხური განცდა თავიდანვე ქონდა, ხო? რაღაცნაირად, იმიტომ რომ შენს პერსონას ეს ეტყობოდა, ხმე დიდი ხანია გიცნობ და მეტნაკლებად, შეიძლება ძალიან ახლოდან არა, მაგრამ ვიცი შენი ბიოგრაფია. კი, ეს მე ზუსტად ის არის, რომ პირველი შეიძლება იყოს ეს დამოკიდებული ჩემს სოფხედველობასთან და ჩემს ასე ვთქვათ სამყაროს აღქმას, მაგრამ მეორე არის емоციური ადამიანი ვარ, რავი, შეიძლება ეს გენეტიკურიც არის და იმერლობასაც უკავშირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო ეს ემოციურობაზე არის, რომ ვერანაირად მე მეტიც შემიძლია ვთქვა, ხა ბოლო მოვლენები, სადაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ხშირად არის, რომ შემოქმედებითი კრიზისს განვიცდი, ვეღარ წერ, ვეღარ თარგმნი, ვეღარ ვაკეთებ რაღაცნაირად, იმიტომ რომ ის პრობლემები მჭამს რაღაცა და ჭიგროვდება და სადღაც მე ამოხეთქავს ხოლმე და დაწერ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მაგალითად ხელს მიშლის და ამიტომ სხვა აქტივიზმში უნდა გამოვავლინო და უნდა დავიხარჯო და სადღაც სხვაგან უნდა ვიბრძოლო და სხვანაირად. ხო, რა ვიცი, ხშირად არის ხოლმე ასეთი ჩვენი ბოლო აქტიურობით, როდესაც მით უმეტეს მწერლები რაღაცნაირად აღმოჩნდით ამ ბრძოლის ავანგარდში და სხვათა შორის ისეთი ერთიანობაც ვაჩვენეთ ქართველმა მწერლებმა რაღაცა. გამონაკლისები. ხო, მცირე გამონაკლისები ყოველთვის იყო და იარსებებს. ეს მცირე რო არის, ეს ჩემთვისაც გასაკვირია. იცი რა გასაკვირია, იმიტომ იმ ინერციის გამო, რაზეც ვლაპარაკობდით, ხო, ინტელიგენციის, ვთქვათ, ახლო მემკვიდრეები ვართ ჩვენ და მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ქართული მწერლობა, მწერლების უმეტესი ნაწილი ძალიან პრინციპულია. და აი ამ მოცემულობაში, ამ კონტექსტში ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეზღუდვები, ღიად შეგვიძლია ველაპარაკოთ, მათ შორის იმ კონტექსტში, რომ ზვიად რატიანი არის დაპატიმრებული, მაგრამ რატომ არის დაპატიმრებული, ესეც ამ კონტექსტის ნაწილია და მას წინ საკუთარი შესავლებიც აქვს, ხო? და იქაც და მერეც, ანუ მხოლოდ ამას არ უკავშირდებოდა მეთქი ამას ვამბობ, საკმაოდ პრინციპული რისკიანი და ბევრი სიკეთის დამთმობი აღმოჩნდა, ხო? რაც გულწრფელად რო გითხრა, გულწრფელად
შეიძლება ბევრი მიზეზის გამო რომ ამ წრეებთან ახლოს ვტრიალებდი, ეს არნიშნავს იმას, რომ მე ვინმეზე უკეთესი ან უარესი ვარ, უბრალოდ მეშინოდა, რომ ასე არ იქნებოდა. და აღმოჩნდა ასე. რამ განაპირობა ეს? შენი აზრით, რატომ ამბოხდა ყველაზე უფრო პრინციპულად და თანმიმდევრულად უმრავლესი ქართველი მწერალი? სხვა სფეროში ასე არ არის აქ. კი, მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ გამართლება ყველაფერს შეგვიძლია მოუძებნო და იმ ადამიანებსაც შემიძლია გამართლება მოუძებნო, ვინც დაუშვათ იქიდან აპირს აღმოჩნდა. მცირე, ჩემთვის მცირე, მაგრამ მაინც და მე ზოგადად ხა იმას კი არ ვიძახი, რომ ძალიან დიდი ჰუმანისტი ვარ, არა, მე ადამიანი ძალიან მიყვარს. ამიტომ ადამიანის ყველა სფეროს შემიძლია გამართლება მოუძებნო, მის ცოდვასაც და ბრალსაც და ასე შემდეგ. მაგრამ ვერ ვპატიობ რაღაცებს ადამიანებს. კი, უძებნი გამართლებას, მაგრამ შემიძლია დავივიწყო. აი როგორც შეიძლება ითქვას, წიგნის ფურცელი გადავფურცლო, ისე შემიძლია გადავფურცლო და დავივიწყო ის ჩემი მეგობარიც, რომელიც დაუშვათ დღეს არასახარბიელო პოზიციაზეა, ან არასახარბიელოდ წარმოაჩინა საკუთარი თავი. ხო, ამას გავამართლებთ, მაგრამ ვერ ვაპატიებ. ვერასოდეს ვერ ვაპატიებ, ხო. ხო, რაღაცა ესეთი სიმკაცრეც შეიძლება არის, მაგრამ რაღაცა ესეც მახასიათებს და ვივიწყებ იმ ადამიანსაც და მის ამ დანაშაულსაც ადვილად. ყველაფერს, ანუ დანაშაულს კი ადამიანს ვივიწყებ. ეხლა რაც შეეხება ჩვენს ერთიანობაზე მკითხე, ხო, რა განაპირობა. იცი რა არის? პირველი ის არის, რომ ამის ტრადიცია არსებობს, მოდი ვთქვათ. ის მე-19 საუკუნის აი ამ სამ შენს დიდ დასახელებულ გიგანტსაც და მათ შემოქმედებას და ისე არჩაულია. მე-19 საუკუნის გავლენა ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აი ცხოვრებისა დიდია ჩვენზე. დიდია, იმიტომ რომ მაინც საბჭოთა კავშირშიც ისინი იყვნენ იდეალები. ხო, თანამედროვე ადამიანზე მეტად, თანამედროვე ინტელიგენცზე მეტად, მაინც მე-19 საუკუნის ადამიანები იყვნენ იდეალები. ამიტომ გავლენა დიდია და ტრადიცია ამის რაღაცა ამ წერლობაში, ქართულ წერლობაში ტრადიცია დიდია. ტრადიციაც არის და მეორე ის არის, რომ ჩვენ ქართველი მწერლები, თანამედროვე ქართველი მწერლები არა ვართ საბჭოთა მწერლებივით დამოკიდებული სახელმწიფო ხაზინას და არა ვართ დაკავშირებული დამოკიდებული რამდენად მოწყალე იქნება ჩვენდამი ბიუროკრატი და რამდენს გადმოგვიგდებს. არ გვირიგებენ ახლა უფასო სახლებს, აგარაკებს, არ გვაქვს ესე ვთქვათ სამოგზაურო ასე ვთქვათ კუპონები და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ნაკლებად ვართ დამოკიდებული ბიუჯეტზე და კულტურის მინისტრზე. კი, რაღაცა ბოლო პერიოდში იყო პროექტები, რაღაცა დაფი, მაგრამ ეს არ არის ის, რითიც შეიძლება ეცხოვრა მწერალს და საკუთარი თავი გადაერჩინა. ყველა მწერალი მაინც სხვა საქმეს აკეთებს, ყოფით ამბავზე რომ გადაირჩინოს და იცხოვროს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ადვილად ვერ დაგვიმორჩილეს იმით, რითაც იმორჩილებს მაგალითად ოლიგარქი დღეს სხვა კულტურულ სივრცეებს და როდესაც დაუშვათ თავიდანვე სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა უკვე თავისი სტიპენდიები ჰქონდა. სხვა შორის ამ სტიპენდიებში არავინ არ იყო ახალგაზრდა მწერალი. არავინ არ იყო, ძალიან ცოტა იყო მწერალიც და ისეთი იყო დაუშვათ 3-4 ადამიანი, რომელიც თავის დროზე საინტერესოა უცებ დამებადა ეს კითხვა, რომ ყოფილიყო. მაგ სტიპენდიაში ან თუნდაც ოფიციალური მოდელის ნაწილი კულტურის სამინისტრო სხვა დანარჩენი უწყებები ყოფილიყვნენ გარანტი იმისა, რომ ქართველ მწერალს ეცხოვრა კარგად. იგივენაირი იქნებოდა პროცესი. არ იქნებოდა. სამწუხაროდ არ იქნება. მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ის მცირე რაოდენობა, რომელიც იქიდან აპირს აღმოჩნდა, სწორედ ამ თემით აღმოჩნდა. მე არ მინდა ეხა ცოტა ისე კაცრი ოპტიმისტური ამბავი არ არის. არ არის. რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ მოდი ვიყოთ რეალისტები. ჩვენ აუცილებლად ეხა თუ გვინდა რომ რაღაცნაირად საზოგადოება გადარჩეს და ისე ილიას დაუბრუნდეთ, თუ გვინდა რომ მანკერები აღმოქმნათ, მანკერებზე უნდა ვისაუბროთ. მე ვფიქრობ, რომ კაცრი ვიქნები, მაგრამ ვიქნები სამართლიანი, ვიტყვი, რომ იქით იმ ნაპირზე ვინც აღმოჩნდა ეს ადამიანები სწორედ აი ამ თემით დაიჭირეს. დაიჭირეს იმით, რომ რაღაცით მოიმადლიერეს, ან ყავთ გამოდი. მე ვიცი ხა ადამიანები ვიღაცას ოპერაცია დაუფინანსეს და ამიტომ უნდა იყოს ჩუმად, იმიტომ მაგრამ ბევრი თემაა ეს ისეთი, რომელიც ძალიან ისე და ჩვენს ქვეყანაში ხომ ფაქტობრივად ამით არის გაჩუმებული, შეიძლება ითქვას
მთელი ჩვენი მოსახლეობა რომ ადამიანი არის შეჭირვებული, ფინანსურად შეჭირვებული. ყველას აქვს ბანკის ვალი, ყველას აქვს ფინანსური პრობლემები, შვილის გამოკვების, შვილის სწავლის გადასახადის, ნახევარი ქვეყანა ემიგრაციაშია წასული სწორედ ამის გამო. ამიტომ ამ პატარა ქვეყნის ეს პრობლემები, რომელიც უკავშირდება საკუთარ პირად ჭირს, ამიტომ საზოგადო ჭირის ხშირად ამის გამო არ ხდება ხოლმე საზოგადო ჭირის მორჩენა მერე პერსონალური ჭირის მორჩენასაც უკავშირდება. კი ბატონო და ამიტომ არის რომ ჩვენი თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდის საზოგადოებრივ ცხოვრებას და ქვეყნის ცხოვრებას, მხოლოდ დიდი რაღაცა ისე შეჯანჯღარება თუ გამოაფხიზლებს ხოლმე საზოგადოებას, თორე აი ესეთი საზოგადოებრივი ჭირები, რომელიც ეხლა არის და რომ ფიქრობ, აი ამის მერე რაღა უნდა მოხდეს, ამის მერე რაღა უნდა იყოს. აი ესეთი ის არის. რა მაინტერესებს, იცი, ვილაპარაკეთ მწერალზე, ხო? მწერლის როლზე. შენი აზრით დღეს ამ მოცემულობაში მხატვრულ სიტყვას გააჩნია ისეთივე საკრალური ძალა, როგორც მე-19 საუკუნეში ქონდა, ან თუნდაც მე-20 საუკუნეში უკვე საბჭოთა კავშირის, ვთქვათ, პროპაგანდისტული ჩართულობით, მაგრამ მაინც ვიცით, რომ დიდწილად წინ ისევ მწერლები იყვნენ, ხო? ამ თვალსაზრისით. თუ კი რატომ და თუ არა, მით უმეტეს ალბათ უფრო არა რატომ? იცი რა რაღაც ვარიანტი საკრალურობა შეიძლება ჩამოშორდა. გავლენის მომხდენი, კარგი. იცი რა მე ფაქტობრივად ვიყავი იმ ადამიანთა რიგებში, რომელსაც რაღაცნაირად არ სჯეროდა რომ ლიტერატურა ისევ და საყოველთაო აი ამ თავის გავლენას მოიპოვებდა და ექნებოდა ჩვენს თანამედროვე, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა და მე მიხარია ეს რომ მე არ აღმოჩნდი მართალი. ბოლო პროტესტებს, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პრობლემების გამო, თუ გახსოვს შენ, ტრანსპარანტები, ბანერები, ისე მხატვრული იყო. ისე მხატვრული იყო და ისე იყო ქართული პოეზია. ესთეტიკის ქვეყანა ვარ. ხო, აი ბესიკ ხარანაულის ლექსებით იყო მთელი მიტინგები და მთელი პროტესტები და ეს. ანუ არის ჯერ კიდე საკრალური შეიძლება ასე ვერ ვთქვათ, მაგრამ ერთი რაღაცა დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ პოეტის ჩამოშორდა ეს საკრალურობის მანტია, აღარ აქვს როგორც პერსონას და ეს კარგია, მე არ მიმაჩნია, იმიტომ რომ მით უმეტესა ის ბოლო პერიოდი, რომელიც გავიხსენეთ ჩვენ, რაც იყო ბარდების რევოლუციამდე ჯერ კიდევ შემორჩენილი და უშუალოდ მწერლების და პოეტებისა ეს თითქოს საკრალურობა და თითქოს ეს მით უმეტეს საბჭოებმა ამას შესძინა კიდევ მეტად სხვანაირი ის თითქოს კარგიც არის რომ მაგრამ მეორე ის არის რომ ამ შემთხვევაში ნახეთ ტექსტები წამოვიდა წინ. ანუ პოეტი გადაინაცვლა უკან და ტექსტები წამოვიდა წინ. შეიძლება ბევრმა ადამიანმა ხშირად რაღაცა ფრაზები გავიგონოთ ისევ ამ პროტესტს ვიგონ, მაგრამ სულ არ იცოდეს ვისი არის, მაგრამ იყოს ხო პოეტურია. ანუ ჯერ კიდევ ძალიან დიდი ძალა აქვს ჩემი აზრით და თან სხვათა შორის ერთიც არის, ეხლა მე რო ვამბობ რომ საკრალურობა ჩამოიშოლა პოეტმა და მანტია მეთქი, მაგრამ პოპულარობა მაინც აქვს. კი, შეიძლება სხვა გზებით, აი თუნდაც მე შემიძლია შენი მაგალითიც თქვა კიდევ რამოდენიმე ქართველი ავტორისა, ხო, აკა მორჩილაძის, ლაშა ბუღაძის ტელევიზიის მხრივ, სოციალური ქსელების მხრივ რაღაცა სხვა აქტივობებიც უწევთ, ხო, ისა, მაგრამ მაინც როგორც მწერალი პოპულარობით ჯერ კიდევ სარგებლობს საზოგადოებაში. ინერციული საკრალურობა აქვს. თუნდაც ვთქვათ ნინო ხარატიშვილი, რომელიც თითქოს უცხოა ქართული ასე ვთქვათ სივრცისთვის, ხო? იმიტომ რომ გერმანულად წერს და ითარგმნება და აქ აქტიურად ბოლო პერიოდში გამოჩნდა, ხო? დაუშვათ ნინოსა. მაგრამ აი არიან ავტორები, რომლებიც ჯერ კიდევ პოპულარები არიან, ხო? მე ძალიან ხშირად შემხვედრია დაუშვათ რაღაცა შენი ლექსიდან, ნაწარმოებიდან ფრაზები პოლიტიკურ ასე ვთქვათ საინფორმაციო სააგენტოს ფოტო წამოუღია ეს. ანუ ჯერ კიდევ მწერალი პოპულარული არის. კი, საკრალურობა ჩამოიშოლა, მაგრამ პოპულარული არის. ანუ ქართული სიტყვა, სანამ პოპულარულია ქართველი მწერალი და პოეტი, ქართული სიტყვაც აი ამ პოპულარობას და საკრალურობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. შენ ხარ ცალი ფეხით ემიგრაციაში. ცალი ფეხით რომ ხარ, ამას ადასტურებს ის, რომ აგერძი ხარ ჩვენს ეთერში და შესაბამისად თქვათ ხან აგიწევს ყოფნა, ხან დღეს ემიგრაცია ამ სოციალური აზრით პირობითია. იმიტომ რომ სათქმელის თქმა ადამიანს შეუძლია დედამიწის ნებისმიერი კუთხიდან და მე ვარ ყველაზე ნაკლები მომხრე ადამიანების შერცხვენის და დამონათების, რომ აი შენ შვეიცარიიდან მე რა ჯგუას მასწავლი და
ავსტრალიიდან. ეს ცალკე საკითხია. უბრალოდ შენ ემიგრაციაში წაკეთებ ძალიან დიდ ქართულ საქმეს, მე ვარ ნამყოფი შენს შესანიშნავ კაფეში, სტამბოლში, გალაქტიონში. ორი სიტყვით მოგვიყევი ამ ამბავს, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთმა ჩვენმა მაყურებელმა ამის შესახებ არ იცოდეს, ან სტამბოლში გეგმავდეს ჩასვლას და ქართული კუთხის მონახულებაც მოუნდეს. ხო, იცი რა არის, ისე უცებ გავიდა ეს დრო, ხანდახან მე თვითონ მაშინებს რომ მოვიხედავ ხოლმე გუშინდელი დღე არის, მაგრამ კი გამოვიდა უკვე რომ 13 წელია ფაქტობრივად ვცხოვრობ სტამბოლში. კი ხა ცოტა ისე არ მინდა გამომივიდეს ძალიან პათეტიკურად, მაგრამ ერთი დღე მართლა არ მიცხოვრია საქართველოს გარეშე, რაღაცნაირად თუ შეიძლება ითქვას და ხმამაღლათაც შეიძლება მთელი ჩემი არსებით და გულით ყოველთვის აქ ვარ და აქ ვცხოვრობ. მით უმეტეს მოხდა ისე, რომ პანდემიის შემდეგ ბავშვები, შვილები აქეთ არიან, თბილისში არიან და ანუ კიდევ უფრო აქტიურად მიწევს ჩამოთ. ან მით უმეტეს მთელი არსებით ვარ ჩართული, ხო, ჩემი ქვეყნის ცხოვრებაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგრამ მაინც ემიგრანტი ვარ, იმიტომ რომ აი ახლაც რომ ჩამოსული ვარ, როცა კი ჩამოდივარ, მაინც სულ იქით გავრბივარ, იქით, იმიტომ რომ ის საქმე, რომელიც წამოწყებული მაგ და რითიც ვარსებოდა, ჩემი ოჯახი არსებობს და რითიც შვილებს ყვებავ, მაინც მეძახის ყოველთვის და მაინც ჩაბმული ხარ, გინდა თუ არ გინდა იმ ყოფით რუტინაში, რომელთაც თავი უნდა გადაირჩიო. მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს შენთვის შეიძლება შემოსავლის წყაროა, კი ბატონო. არის ძალიან ისეთი კარგი კულტურული, ქართული კულტურული სივრცე სტამბოლში. კი ბატონო, შენ რო თქვი რომ არიან ადამიანები, რომ იქით არას მასწავლი არის, კი, ხო და აი მე მაგალითად შემიძლია, რა ვიცი, ხმამაღლა ესეც ვთქვა, რომ ვერ მომედავება, რომ დაუშვათ იქ მხოლოდ საკუთარი თავის გამორჩენისთვის ან ხო გამიკეთე, იმიტომ რომ თავიდანვე ჩემი ამოცანა იყო, რომ სადაც არ უნდა მეცხოვრა, სადაც არ უნდა ყოფილიყავი რაღაცნაირად ჩემი კულტურის, ჩემი იდენტობის რაღაცა ცოტა ისეთი ის არის ელჩი, მაგრამ ნუ წარმომადგენელი. მე ამის წამდა და წამს რომ სადაც ხარ, პირველ რიგში წარმოაჩენ შენს ქვეყანას. ნუ მე ხა ესეც პათეტიკურია პირველ რიგში ამბობე რომ ოჯახს, მე შენს ქვეყანას წარმოადგენ. მაგრამ ეს იცი რა არის, ჩემს იმასაც უკავშირდება, რომ ჩემი ბავშვობის ტრაუმა რო ახსენე რაღაცა ხშირად წერდა რაღაცა, ესეც არის რომ მე ყოველთვის მაინც რაღაცნაირად შინაგანი ემიგრანტი ვიყავი. თუნდაც ის რომ კი ფაქტობრივად მე მაინც თბილისელი ვარ, მაგრამ მთელი ჩემი ასე ვთქვათ ოჯახი ნახევრად აფხაზეთიდან არის. ანუ იქ და გამოდევნის თემა, რომ მაინც უცხო იყო ის ხალხი ჩემი ახლობლების, აი ამ უცხოობას მეც ვგრძნობდი რაღაცნაირად, სადაც დაუშვათ ამბობდი, რომ აფხაზეთიდან ხარ, ან აფხაზეთის ომიდან ხარ. აი ამ ემიგრანტობის თემა ჩემთვის ცოტა სხვანაირი და უფრო ღრმა არის. ამიტომ არის, რომ სადაც ვიყავი, პირველ რიგში ნუ თავის გადარჩენის ამბავი და მეორე თავის აი ამ ხრივ რომ შენი წარმოაჩინო შენს უკან რა დგას და რა არის. და ამ შემთხვევაში როცა სტამბოლში ვცხოვრობ, ჩემს უკან დგას ყოველთვის რაღაცა ის ქართული კულტურა, ქართული საქართველო, ის თავისი ისტორია და ამ ხრივ ჩემი სურვილი იყო, რომ რაღაცნაირად ეს კაფე, როდესაც დავარს, არ ყოფილიყო მხოლოდ კაფე და კვების ობიექტი. კი, მე მადლიერი ვარ ქართული სამზარეულოს, რომელმაც მომცა საშუალება რაღაცნაირად ამით თავი გადამერჩინა, იმიტომ რომ იმ პერიოდში უკვე იყო ქართული სამზარეულო რაღაცნაირად პოპულარობის რაღაცა იმასე, მაგრამ რაც მე გავხსენ იმის მერე სოფლიოში ყველგან კიდე მეტად ემატება ქართულ, ასე ვთქვათ, კულინარიას დიდი პოპულარობა, ის მე თვითონ გრძნობ, ყოველდღიურად გრძნობ ქართულ ღვინოს. ხო და რაღაცნაირად გამიმართლა, რომ რაღაც გადავწყვიტე და ეს საქმე დავიწყე, იმიტომ რომ იმ პერიოდს დაემთხვა ზუსტად ქართული კაფის გახსნა, რომ ქართული კულინარია პოპულარობას და ქართული ღვინო ღებულობდა. ამიტომ რაღაცა ოდნავ წარმატებაც ამას უკავშირდება. თუმცა მოხდა ისე, რომ რაც მე თურქეთში წავიდე, რაც სტამბოლში გადავედი, იმ პერიოდში დაიწყო ყველაფერი და უშუალოდ იმ ქვეყანაში ხან სამხედრო გადატრიალება იყო, ხან ტერაქტები იყო, მე პანდემია დაგვეთხა და ძალიან რთულად მოგვიწია, თავის გადარჩენა. მაგრამ მაინც რა ვიცი, რაღაცნაირად დღეს რო ვფიქრობთ გალაქტიონი, რო ვფიქრობ მე თვითონ გალაქტიონი არის რაღაცნაირად ქართული კულტურული ცენტრია. ატაშე არის? კი, არის. კი ბატონო, მე მინდა რომ ყველა მოგზაურს, ვინც სტამბოლს ესტუმრება, უთხრა რომ აუცილებლად ესტუმროს ამ კაფეს, მაგრამ რაც მთავარია, მინდა ყველა მკითხველს მოუწოდო, რომ აქ არის წარმოდგენილი ირაკლის
ლექსების კრებული, რომელიც ხელახლა დაიბეჭდა, მე მგონი. ყოველ წელს იბეჭდება. ხო, იმიტომ რომ ტირაჟი არის. იაკი კაბეს სახელით არის ეს ყველაფერი გამოცემული. ამ ორი იდენტობის მატარებელი ადამიანი იყო ჩვენთან სტუმრად, რომელიც საბოლოოდ ბუნებრივია ერთ საწყის გულისხმობს ირაკლი კაკაბაძე. ჩვენი პოდკასტის სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა შენ. სტუმრობისთვის ბედნიერ გზას გისურვებ, ვიცი რომ მიემგზავრები იქეთ თურქეთში და მხოლოდ საუკეთესოს მე გიორგი კეკელიძე ვარ, თქვენ ბიბლს ვითალქს უსმენთ.